Muralfest 2024 შეუერთდა პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ გამზირზე კორპუსის ფასადზე ორი ახალი ნამუშევრის შექმნის პროცესი მიმდინარეობს. სტალინის გამზირზე ნომერ 2A-ში არსებული კორპუსის სამხრეთ ფასადზე ქართული სუფრა განთავსდება, ნახატზე გამოყენებული იქნება გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ქართული სუფრის ორნამენტები, ჩრდილოეთ ფასადზე კი დაგეგმილია გორში დაბადებული ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის პორტრეტის მოხატვა. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორელ ფოტოგრაფთა კლუბის თანადაფინანსებით ხორციელდება. ინიციატივა მიზნად ისახავს ქუჩის ხელოვნების პოპულარიზაციას, ქალაქში არსებული ფასადებისთვის საინტერესო იერსახის მიცემას და ტურისტებისთვის მიმზიდველი ახალი ადგილების შექმნას. გორში წარმოვადგენთ ცენტრალურ ქუჩაზე ორ დიდ ნამუშევარს, სადაც ქართველი მხატვრები იმუშავებენ, დათო სამხარაძე და თინა წოწოლაშვილი. თემატიკა კონსულტაციები, მერიასთან კონსულტაციებით შევარჩიეთ. ძალიან გვესიამონა, როდესაც გავიგეთ, რომ გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ძალიან საინტერესო ექსპონატი ინახება ქართული ტრადიციული ცისფერი სუფრის და გადავწყვიტეთ აქ მხარეს ყოფილიყო ცისფერი სუფრა. ხოლო კედლის მეორე მხარეს იქნება ჩვენი სახელოვანი ფილოსოფოსის წარმოშობით გორიდან მერაბ მამარდაშვილის პორტრეტი, რომელიც აბსტრაქციულ სტილში აბსტრაქტულად შესრულდება და ძალიან საინტერესო პორტრეტს მივიღებთ. ჩვენ ვხატავთ ქართულ ტრადიციულ ლურჯ სუფრას თავისი ელემენტებით, რა თქმა უნდა, სადაც დაიწერება გორიც, რომ დაიწეროს, იმიტომ რომ ეს იქნება welcome კედელი და ასე ვთქვათ სახე უცხოელებისთვის და არა მარტო უცხოელებისთვის. აგრეთვე ჩვენ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ გორის ასპექტები და გორის მუზეუმში არსებული ძველი ქართული სუფრის ორნამენტებს მოვიხმართ აქ, დავხატავთ. ეს იხატება სტენსილებით.